ხუთკუნჭულა. იყო და არა იყო რა. იყო 9 ძმა. 9 ღარიბად ცხოვრობდა. სანახევროდ მშივრები იყვნენ. ბოლოს თქვეს ძმებმა, წავიდეთ, ვინმეს მოჯამაგირეთ დავუდგეთ, ვიმუშაოთ, დღიური ლუყმა მაინც ვიშოვოდო. წავიდნენ. იარეს და ერთ ქვეყანაში მივიდნენ. წინ დევი შემოეყარათ. დევმა კითხა: სად მიდიხართ? ძმებმა უპასუხეს: სამუშაოს ვეძებთ, გვინდა მოჯამაგირეთ ვინმეს დავუდგეთ. მე დამიდექით, უთხრა დევმა. კარგი, უპასუხეს ძმებმა. წაიყვანა დევმა ძმები. დევს 9 ქალი ჰყავდა. ძროხას და ცხენს ხომ ვერავინ დაუთვლიდა. იმ ღამეს დევმა კარგად ავახშმა ძმები. დააწვინა და ლოდინი დაუწყო, როდის დაეძინებათო. უნდოდა ძმები შეეჭამა. 8 ძმამ დაიძინა. მარტო ხუთკუნჭულა უმცროსი ძმა არ იძინებდა. ლოგინში იწვა და დევზე ეჭირა თვალი. დაგეძინათ? დაუძახა დევმა ძმებს. არა, უპასუხა ხუთკუნჭულამ. რა არ გაძინებს? კითხა დევმა. შენი ბატების ყიყინი. წავიდა დევი, გადაყლაპა ბატები და ცოტა მოიცადა. დაგეძინა თუ გვიძავს? კითხა დევმა ხუთკუნჭულას. მღვიძავს? რა არ გაძინებს? შენი ძროხების ბღავილი. წავიდა დევი, გადაყლაპა ყველა ძროხა და დაბრუნდა. დაგეძინა? დაუძახა ხუთკუნჭულას. არა. რა არ გაძინებს? გაჯავდა დევი. შენი ცხენების ჭიხვინი, უპასუხა ხუთკუნჭულამ. წავიდა დევი, ახლა ცხენების დასაჭერად. ადგა ხუთკუნჭულა, ჩააცვა ძმებს დევის ქალიშვილების ტანის სამოსი და გაისტუმრა. თვითონაც გზას გაუდგა და ხიდზე გადავიდა. მოვიდა დევი. ძმები ვერ ნახა და გამოუდგა. კარგა გზა რომ გაიარა, დაიძახა. ხუთკუნჭულავ, გამას წარხიცა. გაგას წარი და თვალიც მოგთხარე, უპასუხა ხუთკუნჭულამ. ის ხიდი ერთი ხელმწიფისა და დევის საზღვარი იყო. ხიდზე დევი ვერ გადავიდოდა. ხუთკუნჭულა უკვე სამშვიდობოს იყო გასული. დაბრუნდა დევის სახში კბილების კრაჭუნით. ხუთკუნჭულა ხელმწიფეს დაუდგა მოჯამაგირეთ. გავიდა დრო. ვეზირებმა მოინდომეს ხუთკუნჭულას დაღუპვა და ხელმწიფეს უთხრეს: ხიდს გაღმა რომ დევია, იმას ერთი გულთმისანი თხა ჰყავს, რასაც ნახავს ან გაიგებს, ყველაფერს ამბობს. ის თხა ხუთკუნჭულა რომ მოიყვანოს, კარგი იქნება. ხელმწიფემ დაიბარა ხუთკუნჭულა და უთხრა: წადი და დევის გულთმისანი თხა აქ მომგვარე. თუ არა და სიკვდილის მეტი ვერაფერი გიხსნის. რას ისამდა ხუთკუნჭულა, ადგა და წავიდა. მივიდა დევის სახლთან და დაენახვა თხას. თხამ დაუძახა დევს: მე ხუთკუნჭულა მოვიდა, ხუთკუნჭულა. გავიდა დევი გარეთ. ეძება ხუთკუნჭულა, ეძება, მაგრამ ვერ იპოვა. გაბრაზდა დევი და თხა გარეთ გააგდო. დაავლო ხუთკუნჭულამ ხელი თხას და გაიქცა. მიუყვანა ხუთკუნჭულამ თხა ხელმწიფეს. ვეზირებს არ ებიტნავათ და ხელმწიფეს უთხრეს: დიდო ხელმწიფე, მაგ თხის პატრონს ისეთი ხალი ჩააქვს, მისი ფასი დედამიწის ზურგზე არაფერი მოიძებნება. ხელმწიფემ ისევ დაუძახა და უთხრა: წადი და იმ დევს რომ ხალი ჩააქვს, აქ მომიტანე. ხუთკუნჭულა მოახსენა: ერთი მუჭა ნემს მახათი მიბოძე, მისცეს ნემს მახათი. ადგა და წავიდა. მივიდა დევის საბრძანებელში, შეიპარა დევის სახლში და ჩაარჭო ხალიჩაში ნემსები.
მოვიდა დევი. დაჯდა ხალიჩაზე, შეერჭო ნემსი. იქით გადაიწია, იქიდან შეერჭო, აქეთ გადმოიწია, აქედან შეერჭო. გაცეცხლდა დევი და ხალიჩა გარეთ გაუძახა. დაავლო ხალიჩას ხელი და გაიქცა. მივიდა ხელმწიფესთან და მიუტანა ხალიჩა. ვეზირებმა ხელმწიფეს მოახსენეს. ხუნტკუნჭულა მათ თხისა და ხალიჩის პატრონსაც რომ მოიყვანდეს, ძალიან კარგი სახილველი იქნება. ხელმწიფემ ისევ დაიბარა ხუნტკუნჭულა და დევის მოყვანა უბრძანა. კარგი, უთხრა ხუნტკუნჭულამ, ოღონდ ერთი ხელი იმერული ტანის სამოსიდა, ხუროს იარაღები მომეცით. ჩაიცვა ხუნტკუნჭულამ იმერული ტანის სამოსი, აიღო ხერხი, ხელეჩო, შალაშინი და გასწია. წინ დევი შემოხვდა. ეს შენა ხარ ხუნტკუნჭულავ? დაუძახა დევმა. იმერელი ვარ, ხუნტკუნჭულას შველოდი. არაფერი მომცა და გამომაგდო, უთხრა ხუნტკუნჭულამ. დევმა დაუჯერა. თუ იმერელი ხარ, კარგი ხელობა გეცოდინება. რას გააკეთებ საკვირველს? კითხა დევმა. ისეთ კიდობანს გავაკეთებ, შიგ ჩაჯდე და ფიცარიც ვერ გააგდებინო, უპასუხა ხუნტკუნჭულამ. აბა ერთი გააკეთე. გააკეთა ხუნტკუნჭულამ კიდობანი და უთხრა დევს. აბა ჩადი, ნახე, ძირს გააგდებინებ თუ ვერა. ჩაჯდა დევი. კრა წიხლი და გააგდებინა ძირი. ხუნტკუნჭულამ მეორედ გააკეთა კიდობანი. ჩასვა შიგ დევი და უთხრა, აბა, ახლა გააგდებინე. დევმა ფიცარიც ვერ გააგდებინა. ხუნტკუნჭულამ დალურსმა კიდობანი და დევს უთხრა, ფეხით რაზე უნდა იარო, ზურგზე აგიკიდებ და შინ ისე მიგიტან. მოიკიდა ხუნტკუნჭულამ ზურგზე კიდობანი და დევი ხელმწიფესთან მიიყვანა. შეიკრიფა მთელი ჯარი, ნაზირ ვეზირები, ხელმწიფე და დიდებულები დევის სანახავად. ხუნტკუნჭულა კი გაიქცა, წაიღო დიდი მარილის ქვა და ავიდა ერთ მაღალ ჭადარზე. ახადეს კიდობანი. ამოვარდა იქიდან გაგიჟებული დევი, დაერია ყველას, ხელმწიფე თავის ვეზირებიანად გადასანსლა და ხუნტკუნჭულას დაუწყო ძებნა. ახედა ჭადარს, იქ ხუნტკუნჭულა დაინახა და აზახა. ხუნტკუნჭულავ, მასწავლე მან როგორ დახვედი? მარილის ქვას ხომ ხედავ, გულზე დავიდე და ამოვფრინდი. ჩამოსახა ხუნტკუნჭულამ დევს. მაგისთან აქვა სად ვიშოვნო? კითხა დევმა. მე ჩამოუშვებ, გულზე დაგეცემა და ამოხტები. დაწვა დევი გულაღმა. ჩამოაგდო ხუნტკუნჭულამ მარილის ქვა, დაეცა დევს და მოკლა. ჩამოვიდა ხუნტკუნჭულა ხიდან, დევისა და ხელმწიფის სარჩოს აბადებელი, თავის ძმებს გაუყო და ცხოვრობდნენ ბედნიერად.